მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი მოდებაძე, ვაგრძელებთ ლექციების კურსს Cisco-ს კომპიუტერული ქსელები. ჩვენ ვიყენებთ Cisco-ს Packet Tracers, დღევანდელი ჩვენი ძირითადი თემა, ეს არის DHCP, DNS-ის პრინციპში მოგვიწევს კონფიგურაცია. რა თქმა უნდა, კონფიგურაცია განხორციელდება რაუტერზე. მოდით ახლა გავხსნათ ეს ჩვენი Packet Tracer-ი. ცოტა ნელა მუშაობს ხანდახან, გამოძახება ყოველ შემთხვევაში აი ესე. ეხლა აქ ჩვენ უკვე რაუტერები გვაქვს არჩეული, ამიტომ მოდით ახლა აი ეს ბოლო რაუტერი გვაქვს, აი ეს ავიღოთ. აი ეს არის რაუტერი. ავიღოთ switch-ი, აი ეს switch-ი, რომელსაც ჩვენ ვიყენებით, ის ავიღოთ. კომპიუტერები, ავიღოთ სამი ცალი, კონტროლს დააჭირეთ, კომპიუტერი აირჩიეთ და სამი ცალი კომპიუტერი დადეთ ეს. ეხლა კომუნიკაციის შევაერთოთ კონტროლი და ესე გადავაბათ ერთმანეთს. კონფიგურირება ჯერჯერობით არ არის საჭირო კომპიუტერებისა, მერეც მოახერხებთ ამას. ეხლა გავასწოროთ ესე. ეხლა რაუტერს შევხედოთ ეხლა ესა. აი ეს არის ფიზიკურად ეს რაუტერი. აქ არის გიგაბიტები, ეზერნეტი და არის ჩვეულებრივი ორი პორტი. აქ შეგიძლიათ ლოკალური ქსელები აწყოთ, გიგაბიტიც არის აქ, ეგიც არ არის პრობლემა. ეხლა ეს switch-ი არის ერთ-ერთ პორტთან მიერთებული. აქ შეიძლება კონფიგურირება გაკეთდეს, ანუ ეს არის fast ethernet 0.0, ეს არის ერთი პორტი და fast ethernet 0.1, ეს არის მეორე პორტი. აი ეს არის უკვე on ჩართოთ, ის არის რა, ჩაერთვება, ისე გამორთულია პრინციპში, ანუ არ მუშაობს არანაირად. ეხლა ჩვენი კონფიგურირება განხორციელდება, ანუ CLI-ის მეშვეობით, ანუ აი ამ ბრძანებების მეშვეობით. ეხლა აქ ერთადერთი, რასაც მე ვიტყვი, რომ მოდით რა ვქნათ, იცით, აი გამოვიდეთ აი აქედან, აი ამ რეჟიმებიდან. ეხლა ჩვენ ვართ კონფიგურაციის რეჟიმში, ანუ ეს არის ინტერფეისის კონფიგურაციის რეჟიმში ვართ ეხლა. მოდით ეხლა აქედან გამოვიდეთ, ანუ ეს არის exit. ეხლა ჩვეულებრივ კონფიგურაციის რეჟიმში ვართ, exit. აქ უკვე ვართ პრივილეგირებულ რეჟიმში და ეხლა ვართ ჩვეულებრივ user mode-ში. მოდით ეხლა აქედან შევიდეთ. იცით რა არის ბრძანებები? შეიძლება გავაკეთოთ, როგორ იცით, ავიღოთ რაღაცა ფაილი touch და router-ი დავარქვათ, router DHCP, აი ესე და აი ესე გავაკეთოთ. ეს ფაილი აგერ გვაქვს. ავიღოთ ახლა ეს და იქ ჩამოვწეროთ ის ბრძანებები. ხო, ეხლა პირველი ბრძანება რა არის? არის enable, ანუ ეს არის ჩვეულებრივი სამოხმარებლო რეჟიმიდან კონფიგურაციის რეჟიმში, კონფიგურაციის კი პრივილეგირებულ რეჟიმში გადასვლა. ეხლა აქედანაც უნდა გადავიდეთ კონფიგურაციის რეჟიმში. შეგვიძლია აქედან გადავიდეთ. აი ეს არის კონფიგურაციის რეჟიმი, თუ არ გახსოვთ, ჩვენ გამოვიყენეთ ეს რეჟიმი. ანუ configuration terminal. ისე გიჩვენებთ რომ როდესაც ბრძანებას აკრიფავთ, მაინც გადახედეთ ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ერთი სიმბოლო გამოგჩეთ, ან არასწორად აკრიფეთ რამე. აი უკვე კონფიგურაციის რეჟიმში ვართ, მოკლედ შესულები. ეხლა აქ ერთადერთი, ხო, ეხლა ეს მოდით ბარემ ავიღოთ და ჩავსვათ აქ. აი ესე. და გავაკეთოთ რა? ინტერფეისის კონფიგურირება, ანუ ინტერფეისები, აქ კონფიგურაცია გვაქვს. უწესით უნდა იყოს აქ სადღაც. აი ეს არის. ხო, ინტერფეისები ჩვენ რამოდენიმე გვაქვს ამ რაუტერზე, კონკრეტულად ამ რაუტერზე, ჩვენ გვაინტერესებს აი ეს fast ethernet-ი. fast ethernet-ი გვაქვს 0.0 და 0.1. ანუ აქ ჩვენ fast ethernet 0.0. აი ეს. მოკლედ ეხლა ვართ შესულები აი ამ fast ethernet-ის კონფიგურაციაში. მოდი ახლა ეს ავიღოთ პრინციპში და
გადმოვწეროთ აქ ჩვენს შპარგალკაში თუ რა ვიცი რაც არის დღიურში. ხო, ну, ეხლა აქ უკვე shutdown-ი. Shutdown. ეხლა უბრალოდ აქ რა ხდება? Change-ი მოხდა აი ამის, ანუ რა ჩართვა გავაკეთეთ. აი ამის ჩართვა გავაკეთეთ, ეხლა აი ამ fast ethernet 0.0-ის ჩართვა გავაკეთეთ რა. ხო, ესეც ამოვწეროთ, რომ მე გქონდეს ცალკე ფაილში. ისე კარგია რა. ან ცალკე ფაილი, ან შეგიძლიათ Word-ის ფაილი აიღოთ და ეს ბრძანებები როგორ უნდა დააკონფიგოთ, ჩამოწეროთ, პრინციპში ძალიან გაიქნება. ხო, ეხლა ამის შემდეგ უკვე ხდება IP კონფიგურაცია, ანუ IP address და მე ჩამოვწეროთ რა უნდა გავაკეთოთ. ანუ ეს არის უკვე ანუ ეს რა არის თვითონ ეს ნახოთ. აი ეს არის აი. ანუ IP და მე address. აი უყურეთ set the IP address of any interface. აი ეს აი მოკლედ IP მისამართი. IP მისამართები. ნუ მოკლედ ეხლა ეს ჩავსვათ და გავუწეროთ 192 168 01 და აი ესეც გავუწეროთ baren. ესავით მასკი. და აქ 0. აჰა, ესე პრინციპში აქ უკვე IP მისამართი გაწერილი გვაქვს აი ამ ინტერფეისისთვის. ეხლა DHCP-სთან უკვე მივედით, IP, აი ეგ უნდა იყოს DHCP. ოპა, არის. რადო არ არის? აი DHCP. მერე pool და მერე my home. ნუ მე ახლა სახში ვარ. home, nice. აქ შეიძლება გადააბათეთ, მაინც არ ვიცი, ხა როგორც მოგიხერხდებათ. და აქ უკვე პრინციპში DHCP-ში ვართ შესულები აი ამ კონფიგურაციაში. ანუ ეს არის DHCP სერვერი, რაუტერზე სერვერი გვაქვს. ხო, ეხლა ეს პრინციპში ჯობია მოვწერო. მე აი ეს ამოვწეროთ. აი ესე. так, ეხლა აქ რა ხდება? ეხლა უკვე IP მისამართების სივრცე უნდა განუსაზღვროთ რა IP მისამართები უნდა დაურიგდეს. ანუ ეს არის ესეთი ბრძანება network და ვაძლევთ უკვე მისამართებს. ნუ შეგიძლიათ პრინციპში ეს მოგინოთ ხელი, აი ესე და ჩააგდოთ აქვე. აი ესე ესეც გადამოვიტანოთ ის ჯიგარი. აი ესე. ხო, ეხლა კონკრეტულად routers მივანიჭოთ IP მისამართი. აქ ნახოთ ერთი აქ თუ არის ეს ზონა, მე მგონი აქ უნდა გამოვიდეთ. default router-ი, აი ეს არის default router-ი, კი ბატონო. აი ეს შეგვიძლია ვნახოთ ეს default router-ი რა, ჯანდაბა არის. წავიკითხოთ. ანუ ეს არის IP მისამართი, უნდა routers IP მისამართი ავირჩიოთ 192 168.0.1. აი ესე. აქ networking-ი ხომ მივეცით. მოდით ახლა ესეც გადმოვიტანოთ ეს ბრძანება. მე შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვა როულში ან სამე კიდე დაიმახსოვროთ. მე ახლა ფაილში ვწერ და მე სამე შევინახავ. так, მოკლედ ეხლა ჩვენ default routers მივეცით, ესე ვთქვათ, მისამართი ეხლა DNS სერვერი გავაკეთოთ. ეხლა იქ DNS-ი უნდა იყოს, აი DNS server. აი ესე DNS server მოდით იყოს 8 8-ია 9 არის. კაი 9, ну 8 იყოს. ამ ეს სერვერია და პრინციპში სულ ეს არის, რაც შეიძლება აქ გავაკეთოთ. ეხლა ერთადერთი მოდი ესეც ამოვწეროთ
DNS-ის კონფიგურირება. ეხლა ჩვენ დაგჭირდება ეხლა ერთადერთი კიდევ ერთი ფუნქცია არის, რომელიც ძალიან დაგჭირდება ხოლმე. აი საქმე ის არის ხოლმე, როდესაც გაქვთ რაღაცა ქსელი და როუტერი არის ხანდახან თუ ამ ქსელში, ლოკალურ ქსელში არის სერვერი და გინდათ რომ ამ სერვერს ქონდეს სტატიკური IP. ნუ გასაგები არის, ისაც არის ხოლმე საჭირო, ხანდახან არის ხოლმე საჭირო. აი მაგისთვის DNS, ანუ რომელიღაცა IP მისამართები უნდა ამოვიღოთ. ანუ რო არ დაარიგოს ჩვენმა აი ამ როუტერმა. მოდით ახლა გავაკეთოთ ზუსტად აი ეგ გავაკეთოთ. ესე იგი გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. ანუ აქ უნდა გამოვიდეთ exit. ნუ აქ ვთქვათ exit-ი ბრძანება ჩავაკვეხოთ და აქ ვნახოთ ახლა ეს ბრძანება თუ არის სადმე ანუ IP ბრძანება გვაქვს. ოკეი. ვიდეთ ეს more. всё. ესე იგი IP მერე DHCP და მერე ახლა ეს ცოტა გრძელი სახელია და ანუ ეს პრინციპში ასაკეთებს აგენ წერია. ანუ აქედან ამოვიღოთ 192 168 01 ეს ამოვიღოთ. ანუ ეს ბრძანებები პრინციპში გადმოვიწეროთ აქეთ. ნუ ცოტა დიდი ვიდეო გამოდის, მაგრამ ანუ რა ვქნათ ახლა. ვთქვათ მეორეც ამოვიღოთ. ანუ ერთი არის როუტერის და მეორე თქვა სერვერის იყოს, ხო? პრინციპში ეს უკვე მზად არის. ეხლა შეგვიძლია პრინციპში აქ პაროლიც გავაკეთოთ თუ სად ვართ. ჩვენ კონფიგში ვართ იმის მეტი წუთით. კონფიგურაციაში ვართ. აი, მოდი აქედან გამოვიდეთ მაშინ exit-ი. exit. ხო, ეხლა ვართ ჩვენ პრივილეგირებულში. პრივილეგირებული არ გვაწყობს ჩვენ მინდა ეხლა გავაკეთოთ სად არის პაროლი. კონფიგურაციის რეჟიმში უნდა შევიდეთ ისევ. ნუ კონფიგურაციის რეჟიმში აღარ ვიყავით. config ანუ შევედით არა. კი. ვერ ნახე enable აგერ არის. ეთქობა მე გამომიჩა. ოკეი, არა უშავს. ანუ კონფიგურაციის რეჟიმში არის modify enable password parameters. აქ პაროლით შეგვიძლია. პრინციპში შეგვეძლო არ გამოსულიყავით. და თავიდან, ნუ ეთქობა მე ვერ ნახე თვითონ მაპატიეთ. ანუ enable აქ უკვე ორი ვარიანტი გვაქვს. ეს მოძველებულია და არ გირჩევთ. აი ჯობია ეს გამოიყენოთ secret. და ანუ ვთქვათ, ავიღოთ ეს პაროლი. ნუ ეს დებილი პაროლია, მაგრამ მაინც თქვენ შეგიძლიათ უკეთესი რეალურ პირობებში როცა მოხდებით უკეთესი პაროლი მოიფიქროთ. ნუ პრინციპში სულ ეს არის exit, ანუ გამოვდივართ აი კონფიგურაციიდან, ვართ უკვე პრივილეგირებული რეჟიმში. write memory. ანუ ეს არის უკვე დამახსოვრება იმ ყველაფრის, რაც გავაკეთეთ. და კიდევ გამოვიდეთ აქედან. ნუ აქ უკვე ჩვეულებრივ user მოუჩივართ, ანუ სამოხმალებრო რეჟიმში ვართ. ხო, აქ ერთადერთი ეს არ მიმიერთებია. აი ესე მივაერთოთ. და აუცილებლად ეს Ethernet ანუ აი აქ DHCP კლიენტები უნდა ჩავთოთ, რომ ჩვენმა ესე ვთქვათ, ვირტუალურმა კომპიუტერებმა IP მისამართები მიიღონ. აი ესე, მოკლედ აი ესე. ნახოთ აქ მაინც გავუშვით. აი ეს. ეხლა ვნახოთ აბა. აიღურეთ. ოპა, ჯერჯერობით არ არის. IP მისამართები გაწერილი. ეთქობა რაღაც დავაკელით, ხო? არა, ეხლა მიიღო, აი. ნუ რაღაცა დრო დაჭირდა. რაღაცა
რაღაცას ხანდახან უღებს ხოლმე მოკლედ. ანუ ესე იგი ახლა ამის IP მისამართი არის 192.168.0.3. რატომ? იმიტომ პირველი და მეორე ჩვენ უთხარით რომ აი პირველი და მეორე არ მისცეს როუტერმა არავის. ნუ პირველი თვითონ არის, თვითონ როუტერია და ნუ მოკლედ ესეთი რაღაცაა. ნუ აი ესეთი ხო ეხლა აქ DNS სერვერის უყურეთ 888 არის, gateway არის 192.168.0.1. ახლა აქ შევიდეთ. აქ უკვე 192.168.0.4-ია. რა თქმა უნდა gateway არის 192.168.0.1, ანუ როუტერია და DNS სერვერიც არის 888. ხო, აი ესეთი. ნუ აქაც შესაბამისად. მოკლედ ეს არის სულ რა. ხო, შეგიძლიათ პრინციპში აქაც დაწეროთ აი ეს ყველაფერი, ანუ აქ რაც გავაკეთეთ, აქ შენახულია პრინციპში ეს ყველაფერი. ანუ სადა გვაქვს აი ეს აი enable ანუ კონფიგურაციის რეჟიმში ვართ აქ. აი ეს და მე უკვე exit ანუ გამოვიდეთ აქედან უკვე კონფიგურაციიდან გადავდივართ პრივილეგირებულ რეჟიმში. პრივილეგირებულ რეჟიმში უკვე write memory, ანუ ეს ყველაფერი დავიმახსოვროთ და ისევ exit-ი გვინდა რომ გამოვიდეთ აქედან. და ეს არის მოკლედ სულ. აი ეს ბრძანებებია ჩვენთვის ახლა მოკლედ. ამოწერეთ ეს ბრძანებები და თანმიმდევრობა ყველაფერი პრინციპში დაცული არის და მე მგონი არ უნდა გაგიჭირდეთ ამ ყველაფრის გაკეთება. ეს უნდა დაიმახსოვროთ, ბევრჯერ უნდა გაიმეოროთ. რაც შეიძლება ბევრჯერ, კვირაში ერთხელ მაინც რომ გაიმეოროთ, ანუ ჯერ ამოწერეთ თითოეულ ჩვენ ვიდეოში რა ბრძანებებიც გამოვიყენეთ მიმდევრობა და გაიმეორეთ, სანამ შეინახეთ. ვიდეოში თუ ხართ, თქვა ნოუთპადშიც რომ შეინახოთ, არ არის პრობლემა, იქაც მშვენივრად იმუშავებს. მოკლედ ამით მე დაგიმშვიდობებით, ერთადერთი სანამ გავალ და დასრულდება ეს ვიდეო, მინდა გთხოვოთ რომ დალაიქეთ, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, რა თქმა უნდა, თუ გამოიწერთ ჩემ ახს, უკეთესია, უფრო უკეთესია და მოკლედ მომავალ შეხვედრამდე.